სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და საერთო ხედვები, ასეთია მთავარი გზავნილები, რომელიც პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა. მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი გრძელდება, რა შეფასებები კეთდება გამართულ დისკუსიებთან დაკავშირებით, ანა ბროლაძე გვიერთდება დეტალებით. შედგა ძალიან გულწრფელი დისკუსია ყველა შეხვედრაზე, როგორც პრეზიდენტთან, ისე ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან და ვიცე-პრემიერ-მინისტრთან და ქართული დელეგაცია კმაყოფილია იმ გზავნილებით, რომელიც მოისმინა ამ პოლიტიკურ დისკუსიებში. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას სლოვაკეთის დედაქალაქში ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გვეუბნებიან, სლოვაკეთმა კიდევ ერთხელ ყველა შეხვედრაზე დაადასტურა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. ითქვა, რომ უსამართლოა საქართველოს მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც ისმის ევროკავშირის წევრი რიგი სახელმწიფოების მხრიდან და რომ ყველა მთვალი უნდა გაუსწოროს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი. ერთი მხრივის, რომ ოკუპირებულ ქვეყანას აქვს უსაფრთხოების გამოწვევები და მისი პოლიტიკა სწორედ ეროვნულ ინტერესებზე არის აგებული, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების კუთხითაც და კიდევ ერთხელ ითქვა, რომ სლოვაკეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აღინიშნა ასევე ის გზავნილი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ქართული მხარისთვის და რომელსაც გამოყოფენ ხაზგასმით ქართული დელეგაციის წარმომადგენლები, რომ ეს ქვეყანა ძალიან კარგად ხედავს საქართველოს შუადერეფნის როლსა და პოტენციალს, რომ აუცილებელია ყველამ გაუსწოროს გეოგრაფიას თვალი. მოკლედ, კმაყოფილები არიან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შემთხვევაში წარმომადგენლები, დიპლომატები, ასევე პარლამენტარები და ამბობენ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების და კიდევ უფრო მეტად ინტენსიურ რეჟიმში გადაყვანის გარდა მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ეხება მათ შორის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. გამოითქვა მოსაზრება, რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს დიალოგი, რომელიც თავად ევროკავშირმა შეწყვიტა საქართველოსთან, თავისთავად იყო აუცილებლად განხილული ეკონომიკური თემები, იყო ნათქვამი, რომ ალტერნატივა არ აქვს შუადერაფერს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს, მან დიდი ინტერესი აქვს, რომ გამოიყენა ჩვენი შუადერაფერი იმისთვის, რომ დაუკავშირდნენ თავად შუა აზიის ქვეყნებს. რა თქმა უნდა, გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ყველაფრის და ის ბიზნეს კლიმატი, მეგობრული ბიზნეს კლიმატი და ის შეთავაზებები, რაც აქვს საქართველოს მთავრობას, რომ გაზარდოს ინვესტიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ინტერესი, რომ ჩამოვიდეს საქართველოში ბიზნეს დელეგაცია, შედგეს შეხვედრები და გააგრძელონ მუშაობა ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ გქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ურთიერთობების პრობლემატიკაზე და ძალიან მოხარულები ვართ, რომ სლოვაკეთი იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ საქართველოს უსამართლოდ ექცევიან, რომ საქართველოს მიმართ არის ორმაგი სტანდარტები და რომ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებენ რიგ შემთხვევებში და ეს ყველაფერი გამომდინარეობს პოლიტიკური ინტერესებიდან. ზოგიერთისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის კომფორტული ხელისუფლება, იმიტომ რომ ბრმად არ მიყვება მათ ინსტრუქციებს. ქონდა ასევე საუბარი იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც საინტერესოა ასევე სლოვაკეთისთვის და აქ პირველ რიგში მინდა გამოვყო შუადერეფანი, სატრანსპორტო დერეფანი და ასევე ენერგეტიკის განვითარება და ის დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს აქვს ენერგეტიკაში და სლოვაკური ბიზნესები დაინტერესებული არიან ამ სფეროთი. სლოვაკური მხარე დაგვირდა, რომ ისინი ისევ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და მათაც იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ამ პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში დამთავრდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. საქართველოს პრეზიდენტმა დაასრულა პოლიტიკური შეხვედრები, მას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გარკვეულწილად კულტურული ტურნეს ფარგლებში დაეთვალიერებინა ქალაქი, ის ციხესიმაგრეები, რომელიც არის ღირსშესანიშნაობა, ბრატისლავასი, ასევე მან სტუმრად მოიპატიჟა კოლეგა, სლოვაკი კოლეგა ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებების ფორმატში თქვა, რომ მას არ ქონია ამ დრომდე შესაძლებლობა საქართველოში სტუმრობისა და იმედი გამოითქვა, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაახლოებასა და თანამშრომლობას. მადლობა, ანა ბროლაძე იყო მოამბის